ჟურნალისტებს ზეამაღლობელი საქმეზე განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა. შეგახსენებთ, ომბუდსმენის ოფისმა სასამართლოს მეგობრის სტატუსით ამაღლობელი საქმეზე მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ამ მიმართვაში საუბარია აღკვეთის ღონისძიებად ყველაზე მკაცრი ზომის პატიმრობის გამოყენების დაუსაბუთებლობაზე და მიზანშეუწონლობაზე. სავარაუდო შეფურთხებასთან დაკავშირებით. ამასთან მაშინვე დავიწყეთ ამ საკითხის მოკვლევა და მივმართეთ სპეცსაგამოძიებოს და ეს არის თუ ასეთ რამეს აქ ადგილი, ეს არის ძალიან ძიმე ფაქტი და აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. მოვამზადეთ ამიკუსი, რითაც ვთხოვთ სასამართლოს, რომ უფრო დაწვრილებით შეისწავლოს მტკიცებულები, რომელიც ჩემის აზრით არ არის წინაპირობა იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა და სრულად შესაძლებელია ჩემი გადმოსახედიდან, რომ გამოყენებული იქნას ნაკლებად მკაცრი გიარო იქნება თუ სხვა და ამასთან დაკავშირებით მოვამზადეთ ამიკუსი და მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. კიდევ ერთხელ მოუწევ სპეციალურ სამსახურს, რომ ეფექტურად აწარმოოს გამოძიება და როდესაც ამდენი ადამიანი არის პასუხისმგებლობაში მიცემული ძალადობის მუხლით, სავარაუდოდ პოლიციის მხრიდანაც ქონდა ასეთ დანაშაულს ადგილი და ჩვენ უნდა ვნახოთ ასევე სავარაუდოდ ბატონო. მე ყოველთვის ხმარობ, ეს არის სამართლებრივი ტერმინი, სავარაუდოდ, იმიტომ რომ მხოლოდ მაშინ აქვს უფლება თქვა, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, როცა ასეულს ამაზე გამამტყუნებელი განაჩენი. სხვა ყველა შემთხვევა არის სავარაუდო. ამას ძალიან ვთქვათ მიეჩვიოთ. ეს არ არის ვინმესთვის ხელის დაფარება, ეს არის წმინდა სამართლებრივი სწორი ტერმინი.